ძალიან ბევრი თემები გვაქვს, ძალიან ბევრი და აი ძალიან საინტერესო და ესეთი ამბები გელით რა მოკლედ რა, ხახახა ხიხი ამბები რა. არა, ჯერ ტრადიციულად ჩამოყვებით ამებად. ბოკუჩავას რაც დაემართა. ბოკუჩავას შემდეგ ვიღაცეების რა, პატარ-პატარაზე, ესეთი ნელა პატარ-პატარა იმები შევა. მოკლედ არ დაგტვირთ, მე რატო ვიძახით, რომ მე თვითონ აი ძალიან მომბეზდა ამაზე ლაპარაკი რა, მართლა გეუბნებით რა და აი ყოველდღიური პოლიტიკური თემების გარჩევა რა, იქ დაცემა წააყარეს, იქ ჩერგოლეიშვილმა დაწერა, იქ ის აი და ამაზე სტუმრების მოყვანა და ამ თემების განხილვა. აღარ შემილია რა. მართლა უფრო მინდა რომ რაღაცა რა, ახალი საინტერესო ესე ვთქვათ, ტორჩესკი როგორც ვიტყვით ხოლმე და აი ესეთი რაღაცა გადაცემა გქონდეს და ეხა პოლიტიკური გადაცემები ყველა არხზეა რა და ყველა პოდკასტები და მილიონი რაღაცაა რა. ჩვენც ეხა ამას კი არ მოვაყდებით, ნელ-ნელა რაღაც გადამონტაჟებთ რა. მონტაჟით შემოგვთავაზებთ, მაგრამ ნუ ძირითადად ხახახა ხიხიში და გართობაში გადავიტანოთ რა, ცოტა გავიცინოთ რა. ყველა ხო შეიძლება ცოტა ვიმხიარულოთ, გავიცინოთ ისა, აღარ შეიძლება ამდენი აი დაგრუზვა რა. თან გვაქვს სასაცილოდ საქმე რეალურად. და გვაქვს სასაცილოდ საქმე, რა თქმა უნდა. კაი, დავიწყოთ, აბა ბოკუჩავა. ბოკუჩავას თავს რაც ხდება გია, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი დრამაო ხონთ, იმიტომ რომ ესეთი შეურაცხყოფა. ნინა დრამა არ იყოს, თავარია. ნინა დრამა არ იყოს და ჩვეულებრივ დრამას გადავიტანთ რა. ნუ ამბავი დაიწყო, ეხლა დაიწყო, გავუშვათ პირველი ვიდეო და მივყვეთ და მივყვეთ. გავუშვათ, აბა პირველი ვიდეო რა, გავუშვათ. ეს ინფორმაცია მეც მივიღე წერილით. პრეზიდენტის სააკაშვილისგან. მაგრამ აივანზეთ დაგეცი. მოგიტაცი. როგორი წერილით მიიღე? ეს ძალიან პატარაზე გაწერილი წერილი იყო თუ ეს ოღონდ პრეზიდენტ სააკაშვილის თავად არსად არ თუ დიდია ესეთი პაპირუსი და წერილით გავოგიზა რა. ვისგან მიიღო წერილი? მიშანთ. მიშანთ წერილი მიიღო, კი ბატონო, გზად ეწია, მიდიოდა ნაციონალების ოფისში, ახლა მოყვებათ ეს ამბავს. ნაცების ოფისში მიდიოდა ბრიფინგის ჩასატარებლად და გზაში გავხსენიო ტელეფონიო და დამხვდაო. აი ეს დამხვდაო რა, ეს განცხადება. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. აუ ეს ნახე რა. თუმცა წინა დღეს არის. მას აქვს გამოცდილება. რისი გამოცდილება აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს მითხარი და. მოგზაურობის. მაგარი გამოცდილებებით არის ეს. გასტროლირუით. ხო, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. რომელ ამ გამოწვევაზე არის საუბარი ეს ერთი, მე მგონი. რომელ გამოწვევას? ციხეში ზიხარ, ვიშაში გაიგე გამბავი, ბოლო-ბოლო. რამდენი წელია ის უკვე? რაც უშუალოდ ციხეში თუ მთლიანად? ხო. წელიწად-ნახევარი რაც ციხეში გადაიყვანა. არა, მთლიანობაში 3-4 წელი მოსაუბრია. 3-4 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სიძახის და. და ალაგებს იქიდან სიტუაციას აქ ალაგებს. იქიდან ალაგებს. აბა. მიშა დამლაგებელი. ყველაზე უხერხული რა იყო, იცი რომ ეს ხო მიშა სტატუსი იყო და აი პირდაპირ ზემოთ მიდის სინა ბოკუჩავას ვიდეო, აი გავხსნათ ისევ ეს ვიდეო და გავუშვათ ვიდეო რა, სინას ლაპარაკთან ერთად. ეს ოღონდ პრეზიდენტ სააკაშვილის თავად არსად არ დაუწერია, ხო? ნანუკა ვიხელმძღვანელოთ, მოდით არ გჯერათ რომ ნანუკას მოდით მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ესე ტიპის დისკუსიებს, მჯერა არ მჯერა არ არის, აქ არის პოსტი, რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და რომლითაც იხელმძღვანელებს დარწმუნებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქვენ არ გჯერათ რომ ნანუკას ამიტომ თავმჯდომარეობა ინგა კიდევ ერთხელ მე რომ პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ჩემი სფერო და ინტერესი ხო, მაგრამ მან არის თუ არა ეს პოსტი? არის თუ არა? არის თუ არა ეს პოსტი? მაინტერესებს უბრალოდ რა. ეს ჩემი სფერო არ არისო ჭორაობა. ამა რა სფერო აქვს ამას ყოველივე? ამას აქვს სფერო სამშობლოს მტრობის, ოღონდ მართლა ღია მტრობის, დადის და მოგზაურობს და მტრობს სამშობლოს. სხვა სფეროები არა აქვს? არა, ცალფაზიანია. გასაგებია. ცალსფეროიანია. მოკლედ ამაზე გაგიჟდა გადაირია ეს ბოკუჩავა და მეორე დღეს კი არა, იმავე დღეს ილაპარაკა და აი ეს ილაპარაკა და დაასკდა თავის ბელაც. დაასკდა? დაასკდა თან სერიოზულად დაასკდა. გავუშვათ ვიდეო. დაასკდა. სიმართლე გითხრათ ის პოსტი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ მე ბრიფინგზე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია რომ სწორედ ამგვარმა
იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. სად არიან? სად არიან? არ არის ხო? საერთში სათქმელი არ არის ხო, სადაც არიან? აი სადაც არიან, მე გეტყვი რა, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, ხო, ვუყურებ კრიტიკოსებს ხო ნაციონალური მოძრაობის, ისევ იმათივე ჩაშლილი ფრთებიდან. აი ჩერგოლიშვილი არის საუკეთესო რა. აი ჩერგოლიაშვილმა ორი სიტყვით გასცა პასუხი მთელ სიტუაციას რა. ერთი პოსტით და ორი სიტყვით. ვაიმე, რა თქვა, ნაციონალურობიდან ნანულობამდე, ხო? ნაციონალურობამდე. მაგარი პოსტი აქვს. ჯერ გეყადდა რაღაცეებს არ ტყავს. არ კი ურტყავს ხოლმე რა. რაღაცეებს არ ტყავს კი. მე მგონი ორგანულად ეზიზღება ის კაცი ოღონდ რა. მაგას ყველა ეზიზღება. ყველა ეზიზღება. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ყველა ეზიზღება. თუ თავისი ბაბლის გარდა და ეს აკვი ის რიყოს. რატო ხდება ეგეთი რაღაცები? მარჩიუს ობობა თუ რა ქვია? მარიუს ვიღაცა ობობა. და ეგ დასტავი ევასება დანარჩენი ყველა ეზიზღება. ხო და რატო იმართებათ ეგეთ ქალებს ესეთ რაღაცა, იმიტომ რომ რა შეხედო ხა თავის დროს დარწმუნებული ვარ, არც ესეთი ნევროზიანი ვიდი არ ქონდა, არც გონიერი იყო სად ეკარგებათ ხოლმე? შეჩენილი ყავთ, ლიზა, შეჩენილი. მაგათ ვერ ამჩნევენ იმას, როგორ შეუჩდათ შიგნით რაღაცა. ეს ვის? ვიცით ის რაღაცა. ის ვიცით ყველა ვის რაღაცა, ლეგიონია მისი სახელი. ყოლა, ვერ кайფობენ ამაზე რა გავაკეთო და ეს რაწერიათ სახეებზე ყველას. ხო ხედავ კათქალი როგორ იყურება. არა ნუ ხო ხედავ რომ დაპრატული თვალები, ისე მზერა, აი დაჟინებული, აი გაფართოებული თვალები ქალები ხო იჭიტებიან დედრიონის ქალები ხო ხო ხონდა გაშვებული ერთი აი შეჯიბრი უნდა გავაკეთოთ ვის უფრო მაგარი მზერა აქვს აქვე ვპირდებით მაყურებელს აი ვინ გაიმარჯვებს როგორ ჩერგო ყველა ვარიანტი ჩერგო იმასაც მაგარი მზერა მაგრამ სანახავად ძალიან მაგარი იქნება ის იმასაც ძალიან მაგარი მზერა აქვს აი იუსტიციის სახში რო ესე არა აი დოის მსახიობი როა ის ხო იმას მაგარი მზერა აქვს რა კარგი ტოპათი გაბოვა ის ძალიან მაგრა იმზირება და თაფახოდ იკურთხება რა სიძახის მანდა? იცინი, დაჟინებული მზერით რო იცინი. რო გვაშინებს, ვაი, დედამეში. და ბავშვს მართლა შეეშინდება, ანუ ეს ხალი რომ დაждდება ეთერში და დაეწეროს მოარიდეთ ბავშვები ეკრანზე. კი, უნდა გამორთო +18. ის ხალი საშინელი მზერით მებეშინია და ბავშვს რა იქნება? ძალიან სუზია. კაი, ახლა შემდეგი რა გვაქვს? შემდეგი გვაქვს მარიზის ვერა ავიდოდით, უკვე დაინიშნა მარიზი. ნანულა დაინიშნა, კი ბატონო, აი დანიშნეს. ვადასტურებ რომ ნანუკას თანაშემწები იქნება. ოღონდ. ხო არის ხოლმე რაღაც კიდები რომ თქვა ამან ესა მოიცა ჯერ არ დაუდასტურებია. ამან უკვე ლეველი რო აიწია ოღონდ უკვე რომ მარიზი შეხედე ერთი წინადადება მარიზი ადასტურებს და თავდა ოღონდ მარიზი რო რაღაცა სიტყვა კანონია მარიზი ადასტურა ორჩა ეს არის ესე კიდევ შემდეგი რა გვაქვს და ბოლოს მოდი ეს ამ თელ აჟიოტაჟს დიდად არ ეხება მაგრამ ნუ სახასიათოდ ხა ჩვენს ხომ იმსჯელეთ ხა ნანუკას მოდი გავახსენოთ რამდენად აი გაორება აქვს რა გაორებაც არ აქვს უკიფარია ეს უტიფრობა რა რეალურად რას ამბობდა რას ამბობს რეალურად რაც აწყობდა მაშინ და რაც აწყობს ეხლა ეგ არის მაგათი არანაირი ის შეგრძნება უტიფრობის ან არ უტიფრობით ან მორალის რაც აწყობთ იმ მომენტში იმასაც იძახიან რა და მე არქივიდან რო ამოუგდებენ ცოტას კი და აი მე რწვენიათ არა როგორ შეიძლება ავთ რამეს ის რწვენოდეს და მე არ ვიცი ამ სასტავს ვაფშე არაფრის არასდროს არც წვენია და არაფერი სიცხვის გზობა არ გააჩნია. მარტო რო რჩებიან, შენ ფიქრობ რომ მაშინ არა, ნუდისტები ვიტარიან. შეიძლება ეხა ტიტულები ირბინოს რუსთავას. არც ეგ არ იქნება. არის გამორიცხული რა. აი გავუშვათ ნანუკას. ნაციონალური ნუდიზმი. გავუშვით აბა რა სიძახდა და რა სიძახდეს რა. მე მგონია რომ სამება ბიზნესიანი, მგონია კი არა ზუსტად ვიცი ბიზნესიანი შულ სამება არაუშენები, არასწორი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა დაიჯერა. სამების აშენება რო დაიწყო, იქ ფანდრაიზინგი იყო, სადაც ბიზნესმენები, მოქალაქეები ძალიან კანონიერი ქურდები, ნებისმიერი, ხო, რწმენა ყველას აერთიანებს ნანუკა. ბევრი კარგი გაკეთებული საქმე და ბევრი სიკეთე გაგვიგია ყველას, ვინც ახლა აქვს ხედვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია.
სამება ეყოფა ყველაფერს. სამების აშენებას გულისხმობ და აი თქვი რა უნდა ვთქვათ? ვერც ვერ ვიტყვი. просто მე ის ბიჭი ვინ არის ის ახალგაზრდა? აი ეს მაგათი ნორჩი არის. ნორჩი ხო, ნორჩი კომპანია. ფაიზინგი და რამე ხო? რაღაცა ძალიან ჭკვიანური, ინტერნაციონალური სიტყვებით რო ლაპარაკობენ და როგორია კომპეტენტურები. ამით არიან შეიარაღებულები რა, კომპიუტერი და კიდე რა ქონდათ მაგათ? AI, არა, თავიდან რომ დაიწყო, თავიდან რომ შემოვიდე, უნდა გესწავლო ინგლისური და კომპიუტერი. კომპიუტერი და ხო, იცის. ეს ორივე იცის. იცის და თან აქსოვს რომ ისეთი გამოვიდეს რა, ნავაროჩენი ტიპი გამოვიდეს და კარგი ტიპი. ფანრაიზინგი და რამე. კი? და თან ამ სიტყვებს რო იძახიან, გულის სიღრმეში ცოტა ამაყობენ. კი და მე რა ესეთი სიტყვები იციან. თქვი პრონაუნსი როგორი მქონდა, fundraising-ი და რაღაცებში ვარ. აი ჩავატარეთ brainstorming-ზე ვждებით. მაგასაც გავაკეთეთ. გავაკეთოთ, აი ინგლისურ სიტყვებზე გავაკეთოთ, ძალიან მაგარი იქნება რა.